2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 21 მილიარდ 957 მილიონი ლარი შევიდა. Როგორ შესრულდა გეგმა, ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. 2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან 4 მილიარდ 990 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 2025 წელს ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს, 28 მილიონი ლარით მეტი 2024 წელთან შედარებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით ქართული ოცნების 87 დეპუტატიდან 41 ბიზნესთან აქვს კავშირი, მათგან დეკლარაციაში ბიზნესიდან შემოსავლის შესახებ მხოლოდ 17 უთითებს. საქართველოში სმარტფონების იმპორტი 253 მილიონ დოლარამდე შემცირდა, იმპორტის ეს მოცულობა წლიურად 7,9 მილიონი დოლარით, ანუ 3%-ით ნაკლებია. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო, მე ნინოშუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ ვიყვებით. 2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წლის მეოთხე კვარტალში კი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 9,2%-ით იყო გაზრდილი და მილიარდ 52 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო 694 მილიონი დოლარი, კლება ამ მიმართულებით 18%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 606 მილიონი დოლარის წლიური ჭრილში კლება 1%-ია. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან 34%-ით და 586 მილიონი დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან 15,9%-ით და 660 მილიონი დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანიდან შემოსავლები 32,9%-ით იყო გაზრდილი 223 მილიონ დოლარამდე, საუდის არაბეთიდან კი 15,8%-ით 151 მილიონამდე. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში საქართველოს სულ 7,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წლიურად თითქმის 6%-იანი ზრდაა, საიდანაც 5,9 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8,4%-ით არის გაზრდილი. ქვეყნების მიხედვით საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან ყავდა, რაც 1,570,000 ვიზიტორს შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით 121 მილიონი ლარი გადაიხადეს, ეს წლიურად 30%-ით, ანუ 28 მილიონ 300,000 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ქონების გადასახადის იხდიან ის მოქალაქეები, თუ კი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება. ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება: ფიზიკური პირების ქონების გადასახადი 86 მილიონ 73,000 ლარი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე. ფიზიკური პირების ქონების გადასახადი 22 მილიონ 303,000 ლარი, არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი 12 მილიონ 406,000 ლარი. ანგარიში არაა მითითებული, სულ რამდენმა ადამიანმა შეავსო გასულ წელს ქონებრივი დეკლარაცია და რამდენმა გადაიხადა ეს გადასახადი. ასევე ფინანსთა სამინისტროს ხაზინის თანახმად 2025 წელს გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტით 2025 წლის განმავლობაში 21 მილიარდ 940 მილიონი ლარის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, ხოლო ხაზინის თანახმად ბიუჯეტში შესულია 21 მილიარდ 947 მილიონ 477,000 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების გადაჭარბება 17,9 მილიონ ლარს შეადგენს. 2025 წლის განმავლობაში კონკრეტული გადასახადების მიხედვით საბიუჯეტო შესრულება ასე ნაწილდება: საშემოსავლო გადასახადი 7 მილიარდ 515 მილიონი ლარი, გეგმის 99,6%, დამატებული ღირებულების გადასახადი 8 მილიარდ 125 მილიონი ლარი, გეგმის 99,9%, მოგების გადასახადი 2 მილიარდ 581 მილიონი ლარი, გეგმის 100%, აქციზის გადასახადი 2 მილიარდ 725 მილიონი ლარი, გეგმის 103%, იმპორტის გადასახადი 146 მილიონ 620,000 ლარი, გეგმის 101%, სხვა გადასახადები 559 მილიონი ლარი, 333,000 ლარი, გეგმის 96,4%. ბიუჯეტში 345 მილიონი ლარი შევიდა არაფინანსური
აქტივობის კლებიდან, ანუ პრივატიზაციიდან, რაც გეგმის 115%-ია, აქედან 5G რადიო სიხშირული სპექტრის ლიცენზიების მოსაკრებელზე 125,700,000 ლარი მოდიოდა. ტრაილერების გატარებით კი ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი მესამე წელია მცირდება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით გასულ წელს ბიუჯეტში გზასარგებლობის გადასახადიდან 171,200,000 ლარის მობილიზება მოხდა, რაც წლიურად 8,1 მილიონით, ანუ 4,9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გზების სარგებლობისთვის ტრაილერების გადახდილი გადასახადი რეკორდული 2023 წელს იყო და 162 მილიონ ლარს აღწევდა, რაც 2024 წელს 179 მილიონამდე, 2025 წელს კი 171 მილიონამდე შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითო ტრაილერი საქართველოს გზებით სარგებლობისთვის 350 ლარს იხდის, შესაბამისად გამოდის, რომ 2025 წელს საქართველოს გზებით 499,391 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა, 2024 წელს ტრაილერების რაოდენობა კი 52665 შეადგენდა, რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის მონაცემებს. 2025 წლის დეკემბერში 45,319 ტრაილერის გატარება მოხდა, 2024 წელს არსებული 42,703 ტრაილერის შემდეგ. რუსთავის ფოლადი უნაკერო მილების წარმოების 30-40%-იან ზრდას გეგმავს, რისთვისაც 2026 წლიდან ახალ საინვესტიციო პროექტს იწყებს. რამდენიმე წლიანი პროექტის ჯამური ბიუჯეტი 5-დან 10 მილიონ დოლარამდე იქნება. ინვესტიციის ნაწილი წარმოების ხარისხის გაზრდასა და შიდა კონტროლზე იქნება მიმართული. როგორც რუსთავის ფოლადის დირექტორმა იგორ კორიკომ გადაცემა ქალების ნარატივში სტუმრობისას განაცხადა, დღეისთვის უნაკერო მილების ბიზნესის მიმართულებას დიდი პერსპექტივა აქვს. კორიკოს თქმით, 2024 წელს უნაკერო მილების წარმოება 300%-ით, ხოლო 2025 წელს 15%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ უნაკერო მილები თითქმის სრულად ექსპორტზე გადის. რუსთავის ფოლადმა 2025 წელს 33,000 ტონა უნაკერო მილი გაყიდა. ქართული პროდუქციისთვის ორი მთავარი ბაზარია ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენი მთავარი ბიზნესი ამჟამად არის უნაკერო მილები და ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავთ ამ ბაზარზე. ზრდით წარმოებასაც და გაყიდვებსაც. მინდა აღვნიშნო, რომ 2024 წელს 2023-თან შედარებით წარმოება 300%-ით გავზარდეთ. ტენდენცია გაგრძელდა 2025 წელს და ჯამში დამატებით 15%-იანი ზრდა გვქონდა. ეს არ არის 300%-იანი ზრდა, თუმცა როდესაც ასეთი მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ, ეს უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 2025 წელს ჯამში 33,000 ტონა უნაკერო მილები გავყიდეთ. დღეისათვის ორი ძირითადი ბაზარი გვაქვს: ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე მსხვილი ბაზარი მსოფლიოს მასშტაბით და ევროკავშირი. ევროკავშირის შემთხვევაში ჩვენს მილებს ყიდით იტალიაში, ნიდერლანდებში და გერმანიაში, ასევე სხვა ქვეყნებში, თუმცა მცირე მოცულობით. მომავალში გვინდა კიდევ ერთი მსხვილი ბაზრის დამატება. ეს შეიძლება იყოს შუა აზია, სამხრეთ ამერიკა ან აფრიკის გარკვეული ნაწილი. ვამაყობთ, რომ ქართული პროდუქტი ისეთ ქვეყნებში გადის, როგორიცაა ამერიკა, ევროპა, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და კონკურენციას უწევს სხვა ქვეყნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი და სერვისი ისეთივეა, როგორიც მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების. თბილისში დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა სავარაუდოდ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ამის შესახებ გადაცემა ქალების ნარატივში CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა თამარ გახარიამ განაცხადა. გახარიას თქმით, ამ დროისთვის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა მისი მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს. ცნობისთვის, ახალი სავაჭრო ცენტრის პროექტს დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე შეპეს თბილისი მოლი ახორციელებს, რომელიც CBS ჯგუფის შემადგენელი კომპანიაა. შევათანხმეთ პროექტი, რომელიც გულისხმობს არსებული დეზერტირების ბაზრის, ასე ვთქვათ, სრულიად კონცეფციის შეცვლას, რაც გულისხმობს თანამედროვე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც იქაულ რაიონზე, ასე ვთქვათ, და გაუმჯობესებს როგორც ასე ვთქვათ, იმ რაიონის მიზიდულობის ცენტრ შექმნის და ასევე რა თქმა უნდა ეს დადებითად აისახება იქ მაცხოვრებლებისათვის და უძრავ ქონების ფასებზეც ივნისის თვიდან უფრო, როდესაც მშენებლობისთვის და ასე შემდეგ უფრო მისაღები არის გარემო პირობები. ვფიქრობთ, რომ ამ დროისათვის უკვე პროექტის განხორციელებისათვის ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული გვექნება. აჭარბებს 30 მილიონ დოლარს და დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დავიწყებთ პროექტს, იმიტომ რომ იცვლება ეს ცვლადებიც, ანუ რაც დამოკიდებული ჩვენზე არ არის, იცვლებას და შესაბამისად შესაძლებელია გაიზარდოს პროექტის ღირებულებაც.
2025 წელი უძრავი ქონების ბაზარმა ზრდით დაასრულა კოლიოს ჯორჯიას მონაცემებით 2025 წელს თბილისში ქონების გასხვისების 42275 ტრანზაქცია დაფიქსირდა ბაზრის ზომამ კი 3 მილიარდ 263 მილიონი დოლარს გადააჭარბა წლიურად ტრანზაქციების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა ბაზრის ზომა კი 15%-ით ანუ 434 მილიონ დოლარით არის გაზრდილი განსაკუთრებით აქტიური იყო დეკემბერი გასული წლის ბოლოს თბილისში 350 მილიონ 400 დოლარის ღირებულების 4495 ტრანზაქცია აღერიცხა, რაც შეეხება ბათუმს. უძრავი ქონების ბაზარმა ზღვისპირა ქალაქში 1 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა წლიური ზრდა 260 მილიონი დოლარია ბათუმში წლის განმავლობაში სულ 17053 ტრანზაქცია აღერიცხა, რაც 2516-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გაზრდილია საშუალო შეწონილი ფასიც, რაც თბილისში 2025 წელს 1 კვადრატულ მეტრზე 1067 დოლარს შეადგენდა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 1500 დოლარი იყო. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი, ჩვენ უკვე ერთმანეთს 15 საათსა და 30 წუთში ვხვდებით დროებით.